ცნების სათაო ოფისიდან, სადაც ცოტა ხნის წინ წინა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე განცხადებები გაკეთდა. ეროვნული ფორუმი კახეთში თელავი ყვარლის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს. კენჭს ამ რეგიონში გელა გელაშვილი იყრის. კანდიდატი პირადად გაერთიანების ლიდერებმა კახა შარტავამ და გუბას სანიკიძემ წარადგინეს. მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად ამ მომრჩევლებთან შეხვედრაზე ფორუმის საარჩევნო პროგრამის დეტალებიც დააკონკრეტეს. კახელებო და ქართველებო ეს გახლავთ პროგრამა, რომელიც ცხოვრებისეული მოცემულობიდან არის აღებული და ამ პროგრამის განხორციელება მოუწევს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომელიც რეალურად დააპირებს სახელმწიფო პრობლემების მოგვარებას. მაგრამ ამ სისტემურ მიდგომას, ამ კომპლექსური საკითხების გადაწყვეტას შესაბამისი ადამიანები სჭირდებიან. თელავში დაგროვილია უამრავი პრობლემა და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უთანასწორო ბრძოლაზე, მე არ განვიხილავ არც ერთ კონკურენტს, გარდა იმ დაგროვილი პრობლემებისა, როგორიც არის წყლის პრობლემა, გზის პრობლემა და ის უამრავი დაგროვილი პრობლემა თელავის რაიონში, რომელიც დღემდე არსებობდა, ეს არის ჩემთვის ყველაზე უმთავრესი დაძლევის საგანი. ქართველების ჩვევა არის უთანასწორო ბრძოლაში შესვლა და გამარჯვება. არაერთ გზის ჩვენ წინაპარს ეს დაუდასტურებია და ეროვნული ფორუმიც ახლა უთანასწორო ბრძოლაშია, იმიტომ რომ თანასწორობას ვერ ვხედავ ნამდვილად ამ არჩევნებში და იმიტომ რომ შესაძლებლობების ძალიან დიდი სხვაობაა, რესურსების დიდი სხვაობა, გავლენების დიდი სხვაობა.